მაშინ როდესაც ანაკლიის ტურისტულ ზონაში სახელმწიფო ინვესტორს მიწას უსასყიდლოდ სთავაზობს ადგილობრივებს საკუთრებასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ. ანაკლიაში მოსახლეობა მიწებს კარგავს. ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა 2009 წლის სექტემბერში ანაკლიაში ახალი საკურორტო ზონის მშენებლობის შესახებ განაცხადა. დღემდე კომენტარს არ აკეთებს საჯარო რეესტრი, სადაც მოსახლეობის მიწების სახელმწიფოსთვის გადაფორმება მოხდა. ერთ-ერთი დაზარალებული ომარ აქუბარდია ქართულ სასამართლო ინსტანციებში საქმის წაგების შემდეგ სამართალს ამჯერად სტრასბურგში ეძებს. ელგუჯა სორდია საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტიც აქვს და ელექტრონული ნახაზიც, თუმცა ამის მიუხედავად უკვე 2 წელია მისი მიწა სახელმწიფოს საკუთრებაშია. კაცი ისინი არ მოსვლა ვთქია მისი ეს მიწა. პირდაპირ შევიდნენ და იწყეს მშენებლობა. აშენო კაცო, მინ თქვა რა აშენო. მაგრამ მე ხომ უნდა რაღაც ყურადღება ხომ მინდა ამ ჩემი მიწა თუ ჩემია, მაშინ რა განაზღაურება უნდა იყოს, ამას უნდა იყოს. მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით პრობლემა ანაკლიის სანაპიროს 12 კილომეტრიან ზოლში ასობით ოჯახს აქვს. წითელ ზონად გამოაცხადა და არ შეიძლება არც მიწის გაფორმება, არც გადაფორმება, არც გაკეთვა და არაფერი. ფაქტიურად ეს ტერიტორია განაწილებულია ხელისუფლების მიერ არის თავისთვის მიზომილი. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალი ანაკლია მათთვის წართმევ მიწაზე შენდება. მაგალითად, სასტუმრო ანაკლია თორნიკე ბობუტეიშვილის, სასტუმრო ოქროსაწმისი კი მარინა სორდიას კუთვნილ მიწაზეა აგებული. აქ საინტერესო ერთი დეტალია, მთავრობას მათთვის არანაირი თანხა არ გადაუხდია. მარინა სორდია დღეს მედიასთან უარესის მოლოდინის შეშით არ საუბრობს, თუმცა მიწის ჩამორთმევის პროცედურას თავის დროზე ზეწოლითა და მუქარით ხსნიდა. პრობლემა არა მხოლოდ ანაკლიელებს, არამედ მათაც ექმნებათ, ვის მიწაზეც ანაკლის რკინიგზამ უნდა გაიაროს. ამ მიზეზით ერგეტაში მცხოვრებ ომარ აქუბარდიას 48 ჰექტარი მიწა ჩამოართვეს. ის საიას დახმარებით ეროვნული სასამართლოების შემდეგ სამართალს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ეძებს. 2007 წელს ბატონმა აქუბარდიამ თავის სახელზე შეიძინა და დაირეგისტრირა მიწის ნაკვეთი, თუმცა შემდგომში 2009 წელს სახელმწიფო ახორციელებს რამოდენიმე მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ აქტს, რაგზითაც იგი ამ მიწის ნაკვეთს მის საკუთრებაში იღებს. ამ ეტაპზე საქმე გაგზავნილია ევროპულ სასამართლოში. საქმეს მიენჭა შესაბამისი ნომერი, თუმცა რაიმე კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან ამ საქმესთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ დაწყებულა. მათ ჰქონდათ გეგმაში, მაშინ რომ თქვათ პორტის აშენება რაღაც გეგმები იყო, არაფერი არ არის. ისეთ არის ეს ყველაფერი ზღაპრებია, რომ მიწები წაგვართვეს, ბევრს წაართვეს გესმის და ეს მიწა სანაპირო მიწებია, ოქროს ფასი აქვს ამას. რატომ მართავს მესაკუთრეს მიწას სახელმწიფო და რატომ შეჩერდა ანაკლიაში მიწის რეგისტრაცია? შეკითხვებს ამ თემაზე საჯარო რეესტრის ზუგდიდის განყოფილების უფროსი არ პასუხობს.